გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, რურუ მიესალმე. დიახ, მე შევიწინე მიკროფონი და უკვე შეგიძლიათ, რომ ჩემი ხმა გაცილებით კარგად გაიგოთ და ზედმეტ მახმარმა არ შეგაწუხოთ. საერთოდ არ ვიყავი ვლოგის ჩაწერის ხასიათზე, რანაირად შეიძლება რამის ხასიათზე იყოს საერთოდ დილის 9 საათზე. მეთანხმება. ხო გავართ. გადავწყვიტე, რომ ეს დღე ჩემთან ერთად გაგატარებინოთ, ხო რურუ? ნუ ჭამ მიკროფონს. ნუ ჭამ. მესაუბრე. ეს დილის 9 საათი, 4 შაბათი. ზოგადად დილით ასეთი ლამაზი ვიღვიძებ ხოლმე, გთხოვთ. ულამაზესი. და გაატარეთ დღე ჩემთან ერთად. დღეს მაქვს შემდეგი გეგმები, ხო იცით? უსაქმურმა ინფლუენსერებმა რო იციან ხოლმე, რომ ამეცი დღეს მაქვს ძალიან რთული დღე. ესე იგი, ჯერ მივდივარ თმის პროცედურებზე, მერე მივდივარ ბრჩხილაბზე, მერე მივდივარ რაღაცა სკრაბის მასაჟი უნდა გავიკეთო, შურს. მაგ ინფლუენსერების შურს, ეგეთ ცხოვრება მინდა და შური მალაპარაკებს. იმიტომ რომ მე მაქვს სრულიად სხვანაირი დღე. 9 საათია უკვე, ხა ძაღლი უნდა გავასეირნო. გასეირნების შემდეგ უნდა წავიდე ჩემი წელის პროცედურებზე, რადგან მოგეხსენებათ, რომ ისევ ცუდად ვარ, თუმცა პროგრესი მაქვს უდიდესი ერთ კვირაში. უდიდესი პროგრესი მაქვს. ამ წელის პროცედურებზე მავარჯიშებენ და მიკეთებენ ნემსებს ფეხსა და ხერხემალში, რაც მტკივნეულია. შემდეგ უნდა მოვქანდე სახლში და ვიმუშაო მთელი დღე, მერე ჩემი მეგობრები ამოდიან საღამოს, რაღაც წუა საქმეზე და შემდეგ მივდივარ ჩემი სხვა მეგობრის დაბადების დღეზე, გაგიკვირდებათ და ისევ ანტენაში. მაგრამ ამჯერად ბევრად უკეთეს მდგომარეობა მაქვს წელზე და 1 საათი მაინც გავძლებ ჩემი აზრით. რურუ შოკე, 1 წუთით. რა ხედება? გააკეთე კომენტარი. დღეს შენ რა გეგმები გაქვს? რურუ, დღეს რა გეგმები გაქვს? ეს არის შენი გეგმები? კაი, წავედით. წავედით? მეც რანაირად ჩავარ. всё. სახლი კი არ არის მოვამაზებობები და დასალაგებელია და ზუსტად 10 წუთი უნდა მაგის დროც არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი თუ ჩანს მელოდება და მე უნდა გავიქცა. მეორე სათვალე ვერ ვიპოვე და ის მერჩივნა. შავი და შავი. ჩემს ლიფტში ჯოჯოხეთის ნათება კიდე არ გასწორებული. იცი რა არის, გადასარევი ამინდია. საერთოდ მე ამის დრო არ მაქვს და თან კი ვიფიქრე, რომ ამ სიარულში რაღაცებს გეჭერავებოდით, მაგრამ ეს ისეთი გიჟივით დამათრევს აქეთ-იქეთ, რომ შანსი არ არის. წამო. რას გადაიკიდა ამ რუსაფრთა ძაღლებს? რურკე. გუთა. მოვედი თერაპიაზე, მაგრამ იმდენი ხანი ვიდექ საცობში, რომ დავიტანჯე მომეშხამა ხასიათი. მეზარე, არ მინდა. ანუ ხალხო 6:30 და საღამოსი და სახე გამძვრა დღეს ვლოგის გადაღება და რამის ჩაწერა კი არა. ანუ გოგონას წაშლილი არ აქვს ადამიანების კვალი სახიდან და მაკიაჟი და 6:30-ია, ეხა 6-ის კი არა, 7:30-ია. 7-ზე უნდა მოვიდეს ჩემი მეგობარი და მე მანამდე, ანუ სახლიც კი ვერ დავალაგე დღეს. ედი ამ ექიმთან. მაგის შემდეგ რაღაც ოჯახურ საქმეზე ვიყავი, რომელმაც 4 საათი დამაკარგინა.
და რომ მოვედი 2:30-ზე სახლში და დავჯექი ლეპტოპთან, შეხვედრაზე მქონდა. საქმეზე იმის ნახევარიც კი ვერ მოვასწარი, რა თასქებიც დღეს მინდოდა რომ დამესრულებინა და ვარ ეხა ნერვებმოშლილი. ზუსტად 10 წუთია ვწევარ, იმიტომ რომ მეტი დრო ფიზიკურად ვერ გამოვნახე, რომ წამოწოლიყავ, იმიტომ რომ შეხვედრები რომ მქონდა, დაწოლილი ხო არ ვიქნებოდი ამ შეხვედრებზე და წელიც ძალიან დამეღალა. ნახევარ საათში უნდა მოვასწროს, სახლის ცოტა მილაგება და რურუს რა ქვია, გასეირნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოვასწრებ. შევძე ხარ საათი შანერთ მოსწრო, ნახევარ საათი მარტო ამას ვატარებ ხოლმე და ამიტომ ჩემი აზრით მხოლოდ სახლს მივალაგებ და რურუს მოგვიანებით გავასეირნებ, მაგრამ ვერ გაგასეირნებ რურუ მოგვიანებით. რა სიტყვი შენ, ჰა? თუ მხარ ისევ? წავიდეთ? რურუ მიყვარხარ? რურუ მიყვარხარ? ანახვლე ბალი 10 შაური, შენ თუ არ ჩაგაბარო საკალბასეში, მაგას ნახავ. აი მეგობრებო, უნდა ვდგე, ყველაფერი მდგივა. აი, მივხედოთ საქმეს და მე წავიდეთ. ჩემი ენთუზიაზმი სახლის დაალაგებისას. რურკა, გეთანხმები, მეც ეგრე ვარ, მაგრამ ეხა უნდა ადგერო, ლოგინი გავასწორო. რურუ, რა ჭკვიანი ხარ, საბელის გარეშე რო არ გარბი ხარ. დაგაბა? წავედით? შედი? ყოჩახ. პროპელერო. აუ მიკროფონი დამრჩა და ამჯერად ვაპატიეთ და ასე მოგიყვებით. მოკლედ ვაფშე ერთად ვამბავი 2 დღის წინ გამოვიარე წინამძღვრიშვილზე და რო გამოვიარე ზუსტად 2 წუთში, ზუსტად იქ, სადაც მე და რურიმ გამოვიარეთ, ჩამოვარდა კაბელი დენის და ეცა ვიღაც კაცს და გაიჩა რა, არ ვიცი ეს კაცი ცოცხალი იყო, ანუ ცოცხალი იყო უბრალოდ, მაგრამ გადარჩა თუ არა არ ვიცი. კი იმ წამსვე დავრეკე სასწრაფოში და იმ მართლა ძალიან მალე მოვიდა სასწრაფო და სამაშველო, მაგრამ ნუ არ ვიცი, ეგეთ ამბავს შევესწარი, მაგის მერე ძალიან რო გამყავს კარტა, ზოგადად ხალხს დავდივარ. იმ ხარეს ვირჩევ, სადაც კაბელები არ არის რა. რურუ, გადი იქეთ, გამო გოგო. და ნახეთ, აქეთ არ არის კაბელები. ნახეთ, უკან არის კაბელები. ასე რომ, უი არა, აქაც არის ცოტა კაბელი და მედია მაინც და მაინც ეს არ დამეცევა ისმე. სამაგიეროდ აქეთ კაბელები არ არის, მაგრამ სამაგიეროდ აქეთ არის ნანგრევები. Choose your character, გოგო რა. თელეფონზე ყოველთვის ისმის ჩემი კევიდი. რუ, გოგო. აგარი ანჩხლი და კაპას ვეგონები ვინმეს. ვეგონები რა, ვარ. ეხა თუ მივუბრუნდი ამას. რა. ხო. ვაიმე, როგორ გადარჩა? საწყალი გოგის ძაღლი. მეგობრებო, ყველაფრის გადაღება დამოვიწყო, უბრალოდ საგიჟეთში ვარ და ვერ ფოკუსში არ ხარ, მაგრამ ეს თამარია, მე კარგად გაგაცნობთ. ხო და ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი, მაგრამ ეხლა მივიდივარ ნინას დაბადების დღეზე, ისევ და ისევ ანტენაში.
ვითომ ისე უნივერსიტეტში ვსწავლობ და მემარცხენე ბიჭები მომწონს. აღარც უნივერსიტეტში ვსწავლობ, აღარც მემარცხენე ბიჭები მომწონს. პრობლემური ისე ვარ, მაგრამ ბოდიშრურო. всё, წავედით. გასაღები სად არის? ავსო. ისტორიას უნდა მომუყვე ჩემს მაყურებლებს. მოკლედ, ბიო არის ჩვენი მეგობარი. ბიო და კატო და 2 წლის წინ ბებიამის გამოაწერდა რაღაცა რიცხვები და არსებობდა რწმენა, რომ თუ ამ გადაკეცილი ფურცლით, რომელზეც ეწერა სვეტას გამოწერილი რიცხვები ვივლიდით, ბედნიერება გვეწველოდა ფინანსური თვალსაზრისით გვეწველოდა ბედნიერება, ან ქონებრივი. ერთი მეორესთან კავშირშია. ხო და ეს რიცხვები რომ გამოგვიწერა სვეტამ, ჩემმა ერთმა მეგობარმა 2 კვირაში, მე 3 კვირაში და მესამემ რამდენიმე თვეში ცოტა დაგვიანებით იმოქმედა, მაგრამ ვიყიდეთ ბინები. მანამდე, როდესაც მე და მეორე შვილიშვილის ცოლს მოგცა ეს რიცხვები და საფულით გვატარებინა, იმ წელს მე და ნინი მოვიგეთ TBC-ის გათამაშებაში ჯამში მე და ნინიმ 70,000 ლარი. ნუ ასევე. სხვა ფინანსური სარგებელიც გვანახა. იმ წელმა. აუ მაგ გათამაშებაზეც მოვყვეთ 1-2 სიტყვა, რომ არ ვიცი ვის გახსოვთ, მაგრამ TBC-მ ჩაატარა გრანდიოზული გათამაშება, რომლის პირველ ადგილოსანი იგებდა 50,000 ლარს, პირველ ადგილოსანი, მეორე ადგილოსანი 20,000 და მესამე 10,000. პირველ ადგილზე ეს ქალბატონი გავიდა, მეორეზე ნინი, რომელიც არის მისი შილი, ხო? რა ქვია მაგას? ანუ ძმების ცოლები არიან. და მესამეზე ჩვენი მეგობარი, ჩემი ვლოგების ხმა მარეხი. ანუ სამეგობრო მაიღო ფაქტობრივად სამი ადგილი. და 2 ადამიანი კიდევ 2 სხვადასხვა ბანკში მუშაობს და არა TBC-ში. ანუ და მთელი ამბავი იყო ატეხილი, რომ ჩაწყობილია, ძალიან სასაცილო. TBC-ს რო ჩაეწყო და კონკურენტ ბანკებში დასაქმებულები რო იგებენ, მაგრამ თართულია რომ კონკურენტ ბანკებში დასაქმებულებს არ მოეგოთ, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა თუ კი ვინმე მუშაობს, ან ბანკში მუშაობს, ან გემბლინგში, ან სადაზღვევოში. ასე სამივეში, კი. მივედით. გამარჯობა. ეს თქვენი ვლოგისთვის არის. დიახ, მე დავიბადე დღეს. შეძლებს დაგვარად. კი, მადლობა. აი ამისთვის დაგვატიშე სინამდვილეში, რომ ეს ახალია. ძალიან მომწონს. ძალიან სასიამოვნოა. მეგობრებო, ეხლა თქვენ ნახავთ როგორ გახსნის ნინა თამარას საჩუქარს. უბრალოდ ეს რო გამიკეთე, როგორ შეგრძნება იყო, იცი, აი კარდიოლოგთან ხარ ნაყოფი, მე კი. მე შეგადებს. ცოტა ეგეთი ვაიბი ქონდა. ახლა ჩვენ გლეიშვილის საჩუქარს, რომელიც არ მინდა რომ გავხიო, მაგრამ შემომეხა. ილი მჭირდება. ძალიან რთული მისია დამეკისრა. მეტყობა რომ საჩუქრების მიღება აუ ცოტა ძალიან გამოუცდელი ინფლუენსერია ხალხო. Unboxing-იც არის და unboxing-იც. ცოტა შვარცნეგერული unboxing-ი. ჩანთ. просто შეხედეთ. აუ მართლა ძალიან მინდოდა ესეთ ჩანთა დედას პიცავა. აუ ნინა იცი რომ არსადმე არ მოგზაურობ. TikTok-ზე რო ვიღაც ქალებს მაღაზიები აქვთ და ტავარს ყიდიან. ესეთი გვაქვს სამ ფერში, გვაქვს ძალიან არის კომფორტული სახმარი, გოგოებო. ჩემთვისაც ავიღე. ჩემცაც ავიღე, ჩემ გოგოსაც ავიღე. არ არის რომ დაგაკეთო, თვალებს რომ მოჭუტავენ და აი თამარმა იყიდა 3 ცალი. ეხლა ნახავთ, გადაგინახავთ თქვენ რა ზომა გინდოდათ რომ მოიწერეთ DM-ში და გიპასუხებთ. მომწონს. კაია. საჩემო. 10-დან 10-დან 10, იმიტომ რომ ჩანთაში მე არ ვიცი მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს. ასაცმელი ჩაეტევა და მართლა, ნო. ვიხარია. კაი.
ეგეთ რაღაცებს ნუ მეუნი. ერთი წლის შემდეგ საკუთარ თავს რას ეტყოდი? იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად არა, იმედი მაქვს, რომ დაქრინჯვის აღარ შეგეშინდება. ანუ კრინჯის მომგვრელი რო იყო, მაგისი ეგრე ძალიან არ შეგეშინდება, როგორც ეხა, იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობთ. ჩემი თავისთვის კაი არასდროს არ მithქონდა ეხა. მაინც და მაინც ეხა. უნდა უთხრა, მომაფიქრდება ამდენი წლის თერაპიის შემდეგ. ერთი კაი სიტყვა არ მემეტეს. აჰას არა მოუჭრი. ეს მისი და კინოც სვალოს. ჯეტიას ხალები ჩადაგდა.